Დაკურებულ ხართ თუ არა, რომ რაღაც მომენტში ტელევიზიებზე დაიწყეს აქტიურად თურქული სერიალების გაშვება. ეს იყო გემოვნება თუ ძალიან გათვლილი ბიზნეს სტრატეგია. დღეს გავარკვევთ თუ როდის დაიწყო ეს ყველაფერი. რატომ აირჩიეს ტელევიზიებმა სწორედ თურქეთი და არის თუ არა ეს შემთხვევითი პოპულარობა. დავიწყეთ. ამისათვის ცოტათი უკან უნდა დავბრუნდეთ. 2000-იანების ბოლოს და განსაკუთრებით 2010-იანების დასაწყისში. ქართული ტელევიზიები მაგ დროს დიდი პრობლემის წინაშე იდგნენ. ადგილობრივი კონტენტის წარმოება ძვირი იყო, დასავლური სერიალების ლიცენზიებიც ასევე ძვირი. მაყურებელი კი ყოველდღიურ ემოციურ ისტორიებს ითხოვდა. და ზუსტად ამ დროს გამოჩნდა თურქეთი. თურქული სერიალების ლიცენზიები ბევრად იაფიჯდებოდა, ვიდრე მაგალითად ამერიკული ან ევროპული პროექტები. და ეხლა კითხვა ჩდება თუ რატომ იყო ეგეთი იაფი. პირველი, თურქეთი აგრესიულად ყიდდა თავის კონტენტს უცხოეთში. მეორე, მიზანი იყო კულტურის გავლენის გაზრდა. და რაც უფრო მეტ ქვეყანაში შევიდოდა, მით უკეთესი. ახლა მოდით შევხედოთ ქართულ ტელევიზიებს. ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს. სჭირდებათ მაღალი რეიტინგი, მინიმალური დანახარჯით. პირველივე რამდენი თურქული სერიალი რომ გაუშვეს, რეიტინგი უბრალოდ აფეთქდა. ტელევიზიებმა დაინახეს, რომ ეს ყველაფერი მუშაობდა და იყიდეს უფრო მეტი თურქული სერიალები. შემდგომ ჩასვას ყველაზე საუკეთესო დროს, როდესაც ყველა იყო სახლში. რის დახმარებითაც მაყურებელი უფრო მიაჩვიეს თურქულ სერიალებს. და ასე შეიქმნა ჩაკეტილი წრე. მაყურებელი უყურებს, რეიტინგი იზრდება, არხი ყიდულობს კიდევ უფრო მეტ სერიალს და შემდგომ მაყურებელი კიდევ უფრო ეჩვევა. როცა ერთი და იგივე ტიპის კონტენტს ყოველდღე უყურებ, ის ნელა-ნელა ხდება შენი სტანდარტი. შენ აღარ არჩევ. შენ უბრალოდ აგრძელებ ყურებას. თურქული სერიალები არა იმის გამო გახდა პოპულარული, რომ საქართველოში ყველას მოსწონდა. არამედ იმიტომ, რომ ისინი უფრო იაფი იყო ტელევიზიისთვის. მარტივად იძლეოდა მაღალ რეიტინგს და წლების განმავლობაში შეუძლიათ სისტემატურად გაუშვან. და ახლა მთავარი კითხვა: იქნებოდა თუ არა დღეს თურქული სერიალები ასეთივე პოპულარული საქართველოში? რომ არა ეს ბიზნეს სტრატეგია. დაწერეთ კომენტარებში. სიტყვაზე თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები და ლაიქეთ და დაგვაფოლოვეთ, რომ უფრო მეტი მსგავსი რამ გადავიღოთ. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში თუ რაზე გადავიღოთ შემდეგი ვიდეო. ნახვამდის.